დრო ახლა ჩვენს ეთერში ჩაგვერთოს ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი, რომელიც იმყოფება საქართველოს ეროვნულ არქივში, სადაც ძალიან საინტერესო გამოფენა მიმდინარეობს. საქართველოს არქივები, ასე ჰქვია ექსპოზიციას და თუ რას ნახავს დაინტერესებული პავილიონში, უფრო მეც ნინი მოგუყვება. დილა მშვიდობისა ნინი. ნინი გამარჯობა. დილა მშვიდობისა. Როგორც თქვენ აღნიშნეთ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ძალიან საინტერესო გამოფენას მასპინძლობს. საქართველოს არქივები ასე ეწოდება მიმდინარე ექსპოზიციას, რომელზეც წარმოდგენილია საქართველოში მე-19 საუკუნის მიწურულიდან მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე გადაღებული ფოტოსურათები, რომელიც ქალაქისა და სოფლის ცხოვრებას, ისტორიულ ძეგლებს, სოფლის მეურნეობისა და მშენებლობის ამსახველ კადრებს ასახავს. Ჩემთან ერთად ახლა არის ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი ქეთევან ასათიანი და მისგან უფრო მეტ შევიტყობთ მიმდინარე ექსპოზიციის შესახებ. დილა მშვიდობისა. უპირველესად მოგვიყევით, საიდან და როდის დაიბადა ამ ექსპოზიციის გახსნის იდეა და რა არის აქ წარმოდგენილი? დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დიდი ხანია მიმდინარეობს მუშაობა ამ ექსპოზიციაზე. გაიხსნა ეს არქივების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზოგადად კვირიულთან დაკავშირებით. თემა, როგორც უკვე ბრძანეთ, არის საქართველოს არქივები და არაჩვეულებრივი მასალა არის გამოფენილი როგორც თბილისის არქივებიდან, ასევე რეგიონებიდანაც. ამდაგარი პირველი გამოფენა არის, რომელსაც მართავს ეროვნული არქივი, მის მიზანი იყო ის მასალა, რომელიც დაცულია განსაკუთრებით რეგიონებში, რეგიონულ და ადგილობრივ არქივებში, რაღაცნაირად მოგვეტანა დამთვალიერებლამდე და ყველას ენახა, რამდენად მნიშვნელოვანი მასალა აქ დაცული, როგორი მშრომელი ხალხი მუშაობს და რამდენად საინტერესო და მრავალფეროვანია ეს ყველაფერი. ეხლა თქვენ რასაც უყურებთ, ეს არის მხოლოდ მცირე ნაწილი, ასაკვირველია, ამ წუთში ვდგევართ კახეთის რეგიონული არქივის მასალასთან და თქვენ უყურებთ ფოტოს, ძალიან საინტერესო ფოტოს დღეს გარდაცვლილი პატრიარქისას, რომელიც 9 აპრილის ერთ-ერთი დაღუპული საფლავთან ანთებს სანთელს. ან თუნდაც აქვე არის ესეც კახეთის რეგიონული არქივიდან აფხაზეთში მიმავალი ბიჭები, როგორ აცილებენ მათ და საკუთარი მშობლები. გადასარევი მასალა სულ სხვა თემით, ეს არის მაგალითად ერეკლე მეფის ძეგლის დადგმა როგორ ხდება თელავში, ან თუნდაც საოცრად საინტერესო რამე მინდა ცოტა იქით გიჩვენოთ, ეს არის ხარებასა და გოგიას, ნამდვილი ხარებასა და გოგიას ფოტო, რომელიც ასევე დაცული იყო კახეთის რეგიონულ არქივში. აი ამ ფოტოზე არის საუბარი. არა მხოლოდ კახეთის რეგიონული არქივი, გურიის არქივი, ზესტაფონის არქივი, კასპის არქივი, გორის, ფოთის, თბილისის ცენტრალური არქივი. მოკლედ არაჩვეულებრივი მასალა არის დაცული ამ არქივში და ვეცადეთ, რომ ყველაფერი გამოგვეფინა. ეცადნენ ამ არქივების თანამშრომლები იმუშავეს, ჩამოიტანეს და გაფინეს აი ესეთი გადასარევი გამოფენა. მე რამდენადაც ვიცი, საერთაშორისო ღონისძიებების კალენდარში ხაზგასმული არის მიმდინარე ექსპოზიცია და ამით კიდევ უფრო ესმევა ხაზი მის მნიშვნელობას. რასაკვირველია და ეს აუცილებელიც იყო, მე როგორც მოგახსენეთ, ეს იყო არქივების საერთაშორისო დღესთან და კვირიულთან დაკავშირებით და სწორედ აი ამ თარიღის ფარგლებში რასაკვირველია ჩვენ მოვაკეცით იმ ღონისძიებებში, რომელსაც მთელ მსოფლიოში სხვა არქივები მართავენ. თქვენ როგორც აღნიშნეთ, მეტნაკლებად თითქმის ყველა ექსპონატი არის გამოფენილი, ხო? რისი გამოფენა შესაძლებელი იყო? არა, ყველას გამოფენისაგან ძალიან შორს ვართ, პირიქით უნდა გითხრათ, რომ ეს არის ალბათ 0 რაღაცა პროცენტი იმისი, რაც შეიძლება გამოეფინათ არქივებს, უბრალოდ ძირითადი აქცენტები გაკეთდა და პირველი განაცხადი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი არქივები გვაქვს მთელ საქართველოში, არა მხოლოდ თბილისში, არა მხოლოდ ქუთაისში მაგალითად, არამედ მთელ საქართველოში არის ასეთი არქივები, რომელსაც შეუძლია ერთი ძალიან დიდი ისტორიის დაწერა. ძალიან დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს მაყურებელს, სექტემბრამდე გაგრძელდება ხომ ეს ექსპოზიცია? დიახ, მთელი ზაფხული იქნება, გაგრძელდება სექტემბრამდე, ასე რომ ნებისმიერ დამთვალიერებელს აქვს საშუალება ნახოს ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ქალბატონმა ქეთევანმა როგორც აღნიშნა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში ეს შესანიშნავი ექსპოზიცია სექტემბრამდე გაგრძელდება. მშვენიერი, ესე იგი სექტემბრამდე აქვს საზოგადოებას საშუალება დაათვალიეროს, მივიდნენ